საუკეთესო რეჟისურა მარეხი აბესაძე, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი თეიმურაზ კიგნამელიძე. ამ ნომინაციებით დაბრუნდა ზესტაფონში კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის დასი, რომელიც ქობულეთში გამართული ფესტივალის მზიანი საქართველოს მონაწილე იყო. ფესტივალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა და განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენად აქცია სხვადასხვა თეატრალური ჯგუფების, შემოქმედებითი გუნდებისა და ხელოვანების ერთიანობა. რეჟისურა ჯილდოვდება სამი გოჭი მარეხი აბესაძე. დაჯილდოების ცერემონიალზე აღიარებული იქნა ის შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი უნარებითა და ინტერპრეტაციით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თოჯინების თეატრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ხელოვანების სამყაროსთან დაახლოებაში. სწორედ სამი გოჭით გახსნის ახალ სეზონს ზესტაფონის თოჯინების თეატრი და პატარებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაიხსენონ საყვარელი ზღაპრის გმირების ისტორია. კარგი ფესტივალია ეს ფესტივალი, რომელსაც ქვია მზიანი საქართველო, არაჩვეულებრივი ორგანიზატორები ყავს, არაჩვეულებრივი ჟიური იყო და ვფიქრობ, რომ ისე კარგად განაწილდა თითეული პრიზი, რომ არავის მე მგონი გული არ დაწყდებოდა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, მაგრამ თავის გულში ვინ აიფიქრა, ეს მე არ ვიცი. ეს იყო მერვე ფესტივალი მზიანი საქართველოში და ჩვენ ვიყავით მესამედ. ერთხელ მქონდა ოქროს წიწილა, მერე კომბლე და ახლა მქონდა სამი გოჭი. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს კულტურისა და შემოქმედების ცენტრის დირექტორს ომარ გველესიანს, მოადგილეს გოგიკრიბაძეს და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მერიას და საკრებულოს. იმიტომ რომ გვერდით დავიდგა ყველანი ერთად და გავემგზავრეთ ამ შესანიშნავ ფესტივალს. აქ რამოდენიმე ბაღმა და სკოლამ ნახა ეს სპექტაკლი, არის დადგმული სეზონი სანამ დაიხურებოდა, მანამდე დავდგეთ 4 თვის დადგმული მაინც იქნება სეზონის დახურვამდე. ისეთი განსხვავებული არაფერი არ ხდება შიგნით, ჩვეულებრივად შინაარსი ყველა მისის სამი გოჭის, უბრალოდ ძალიან კარგად თამაშობენ ჩვენი მსახიობები. მართლა გონია, რომ თითქოს ეს ყველაფერი ცოცხალია. მოკუსკუსებული საყვარელი საბავშვო სპექტაკლია. საყვარელი გმირებით, რა თქმა უნდა, მგელი ყოველთვის ბოროტია, მაგრამ სრულდება მაინც კეთილად, როგორც ყველა ზღაპარი. სეზონი მინდა რომ გავხსნა ამ სპექტაკლით სამი გოჭით, იმიტომ რომ მაინც ამ სპექტაკლით ვართ ჩვენ გამარჯვებულები და ჩამოვედით ნომინაციებით, არ მინდა რომ ეს სპექტაკლი მივივიწყოთ. თუმცა ჩვენ მოქმედი სპექტაკლები გვაქვს კიდე სრუპენდელამელა, სამი გოჭი, მინდა ძველი სპექტაკლების აღდგენაც. და ვფიქრობ, კი არა, მართლა ვფიქრობ, რომ ახალი სპექტაკლის დავიწყოთ. სერიოზული ჟიური იყო, იმიტომ რომ ვისაც ესმის თოჯინების საქმე და ვინც პროფესიონალია თოჯინებში, ის ადამიანები ისყდა ჟიურში. და რაც ეხება თვითონ ფესტივალს, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა კარგ საქმეს აკეთებენ, იმიტომ ეს არის ბავშვებისთვის კეთდება ეს ყველაფერი და ბავშვმა თუ თოჯინური თეატრიდან არ დაიწყო, მერე დრამატურგს ვერ გაიგებს და აიქიდან რომ ჩაუყრეს საფუძველს და მართლა კარგ საქმეს აკეთებს ის ხალხი და დიდი მადლობა მათ და ჟიურისაც დიდი მადლობა და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს რომ ასეთ პერიოდში მოიცალეს და გამონახეს ის თანხები და გავიშვეს და ჩვენც არ გაუცრუეთ იმედები და რაც შეგვეძლო და როგორც შეგვეძლო საუკეთესო რეჟისორა ეხლა 7 კოლექტივში რომ წამოიღო და საუკეთესო მამაკაცის როლი არ არის ცუდი ნომინაციები და ასე რომ კიდე გავაგრძელებ შემოქმედებით წვას, როგორც ვთქვა, როცა დაგაფასებს ადამიანი და ამდენი წელი რო საქმეს ემსახურები და გიფასდება, რა თქმა უნდა, გასახარელია. მაგრამ რა ვიცი, რომ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ფესტივალი ტარდებოდეს ბავშვებთან ერთად, მაგრამ ახლა ესეთი პერიოდია, რომ ბავშვები დასასვენებლად რაღაცეები ეკეთებენ. ეს მარტო ჟიური ხედავს ამას, მაგრამ ამას მე რეზონანსი ეძლევა. ისინი წერენ, აშუქებენ გააქვთ და ეს იყო უკვე მერვე ფესტივალი და შედგა მშვენივრად 7 კოლექტივი იყო, ცოტა მოახდა კოლექტივები, მაგრამ არა უშავს. მომავალ წელს უფრო კიდე
ეხლა ბაკურიანში და სტარდება, ზამთარში და ძალიან. თუ მოახერხებ წასვლას, კარგი იქნება. ბავშვებისთვის ასკეთება საუკეთესო ამაზე როგორ უნდა თქვა უარი. გელი საჭიროა ხომ გელი აიც მამაკაცის პერსონაჟი იყო იქ სხვა ანგლებიც იყვნენ. შვენიერი სპექტაკლები ჰქონდათ, მინდა ვთქვა, რომ აი მართლა გაიზარდნენ რა, ხო პირველი ფესტივალზე ვიყავით ჩვენ, მეორე ფესტივალზე მე შევწყვიტეთ, მაგრამ აი გაზრდილია კოლექტივები რა, რომ იმიტომ რომ იქ ტრენინგები უტარდებათ რეჟისორებს, ცალკე ჟიურის წევრებთან პროფესიონალები აძლევენ რჩევას, რა უნდა გაითვალისწინონ, როგორანაირად და უკვე წელს იყო დახვეწილი, აი რასაც ქვია, მართლა დახვეწილი შვენიერი წარმოდგენებია ჩვენა წყალბომბომ, ბაღდათმა, მარტვილმა, საგარეჯოს ის იყო ჩამოსული თოჯინების თეატრი, თბილისიდან იყო თოჯინების თეატრი ჩამოსული და ნელა ემატება კოლექტივები და მინდა რომ გაითვალისწინოს ყველა ქალაქის მუნიციპალიტეტმა, რომ ეს არის საბავშვო საქმე და ამაში დახარჯული ის 5,000 ლარია თუ 3,000 ლარი ეს არაფერი არ არის, კი არა და მეტი უნდა დახარჯული, იმიტომ რომ საქმე კეთდება ბავშვებისთვის.